მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ One Punch Man-ს. დღეს უნდა ვნახოთ მეორე სეზონის მე-9 და მე-10 სერიები. ამჯერად ზუსტად ვიცი, რომ მე-9 და მე-10 სერიები. არა როგორც წინაზე რომ შეიძლება 2 სერია ვნახო ერთად, შეიძლება 3. გვახლოვდებით ნელ-ნელა სეზონის ფინალს 4 სერია დაგვრჩა და მე-9-ს და მე-10-ს ახლა ვიყურებ ერთ ვიდეოში და მე-11-ს და მე-12-ს სხვა ვიდეოში. მე ოუიები და ისინი არ გვინდა, ჯერ მე როცა მე მოგესწრებათ თავს ვანებებთ One Punch Man-ს და Invincible-ს ვიწყებთ ასე რომ მერე უკვე როცა დავაბრუნებთ და მესამე სეზონს დავიწყებთ, რაც როგორც ვატყობ მალე არ მოხდება, მაგრამ ოდესმე აუცილებლად მოხდება. მაშინ მესამე სეზონის დასაწყისამდე ვნახავთ OVA-ებს. და სპეციალი არის კიდე 1-2, როგორც მე მახსოვს. ყოველ შემთხვევაში ყველაფერს ვნახავთ. ფანების ამბავი რო ვიცი, ეგ სპეციალები და OVA-ები ურჩევნიათ კიდე მესამე სეზონს. просто ისეთი ტრეშია ამბობენ რომ რავი. შეიძლება ეგრე ძალიანაც არა, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი ანიმაციის გამოარეს ეგრე. ანიმაცია ახლა მეორე სეზონში არ ეტყობა დიდად, მაგრამ იმდენად კარგი არ არის, რამდენადაც პირველში. არ ეტყობა. ამიტომ არაფერი ისე სერიოზული. რა ვიცი. მესამეში ეტყობა ძალიან და ეტყობა. ამიტომ ასე ხშირად თქვი ეტყობა თქო. ხო, ჯანდაბას. ყოველ შემთხვევაში ახლა ნახოთ მე-9 სერიაზე Troubles of the Strongest აქვს სათაური ასეთი. კარგი. ძლიერესების პრობლემები საფრთხე. Trouble არის გასაჭირი, ხო, ძლიერესების გასაჭირი. ნახოთ ერთი რა გაუჭირდება თუ ძლიერესებს. არა, კი ვიცით რაც გაუჭირდებათ, მაგრამ საიტამა ჩართეთ რა. One Punch Man-ი დავიწყეთ მეორე სეზონის მე-9 სერია 3, 2, 1. იციან ეთქობა საიტამა და ამატოდ ერთ სერიაში დამთავრდება ეს ამბავი და არის შეერებად. უზა საიტამას ნაწილი წინა სერიებში ტურნირის ნაწილი კარგი იყო, ამიტომ საღოლ მაგათ. აჰა, ამაზე ვამბობ. შენი განწირული ხმა გავიგე. სუირო. ძალიან კარგად იდექი. კი. სხვა დანარჩენი მე დამიტოვე. ეგრე ქენი. მისი პრიალა თავი. პრიალა თავი. ნია ტექსტ კითხულობს გიორგი ოდიშელიძე, იგივე როგორც ადავაკრის სპეციალურ თოკიო წერტილეჯის მაყურებლებისთვის. გმირი? ვირასაყვარელი გმირუშკა ხარ გადაწყვეტე რომ გმირუშკა იქნება ახლა სახეს უნდა გაძლევს. მაგრამ თხოვნდესაც ნუ მაცინებ შენ თავში ძალიან დავაი რა. ისეთი როგორ შენ ხარ შენ თავში ძალიან დარწმუნებული. ვინ ხარ? ვიცნობთ ერთმანეთს? ხმა ჩაიგდე. მე ბაკზანი გარდავიქმენი მონსტრად. ახლა კიდე გამოწადე ყველა ჩემი სუპერ დარტყმა. ჯოჯოხეთურის სიკვდილის ტექნიკა. დემონური პანხური. რომლითაც საიტამას ვერაფერს დაუშავე. კაი, საიტამა გეხვეწები. თქვენ საკითხავთ. გამძლეობელ. თავის წარმოჩენა არ დაიწყო, ახლა პირდაპირ აიღე. ახლა ნამდვილად ინანებ რომ მიასწრებია. გადამეყობე. მრავალმხრივი დარტყმა და თვის ტექნიკა. ის რა იმ დამარცხებული ბიჭებს წიცავს? ვაჯობებს რომ ჯერ შენი თავი დაიცვა. ზეციური მუშტი. საიტამას არ სჭირდება დაცვა. მაგრამ არიგე და ლოკალი უბრალოდ. კარგი დრო არის ამის გასაკეთებლად. სხვანაირად როგორ უნდა დაიცვა. რა მოწყენილობა, მე მგონი შიშისაგან საუბარიც არ შეგიძლია. ფინალური დარტყმა. ამ დარტყმით მე ყველა თქვენთან გასმოვკლავ. ჯოჯოხეთის გზის გამჩეხი დარტყმა. სამწუხაროდ არ მახსოვ ხარ. ვაუ. დამშვიდი სუირო, ყველაფერი. არქადაჭრდი კაი. რაუნდო დამას. აი არაუშოს. ნახონდის. ხო, ის შენ ნამდვილად არ გაგიმართლა. გამარჯობა რომ მე რომ მოასწარე. მაგრამ მოკლედ მე მოკალი ეს მოსწრი და შენ კიდე შენი საქმე გააგრძელე. კარგი.
და დიდი მადლობა რომ დამეხმარე. Ის სინამდვილეში ვინ ხარ შენ? მე ვარ საიტამა. გმირი. საიტამა? მოიცადე შენ ტურნირში უცხო სახელით მონაწილეობდი? კი. ой, ზედმეტი გითხარი. კი, მაგრამ ამის გაკეთება რაში გჭირდებოდა? ნუ თუ რამე გმირთა ასოციაციის სპეციალური ოპერაცია იყო. არა, უბრალოდ მინდოდა გამიგო თუ რა არის საბრძოლო ხელოვნება. და ცოტა ფულიც მეშოვა. ასე ვისიც გავიგე რომ აქ გმირებზე მონადირე დადის. და ეს ვიღაცა საბრძოლო ხელოვნებას ფლობს. და მეც ამიტომაც დავინტერესდი. გასაგებია. მასთან მიდგომა გინდა ხო მოძებნო? ნუ, ეხლა როგორ გითხრა, მაინც და მაინც მიდგომა არა. ბილეთი მუქთაზე ვიშოვე და წამოვედი. ნუ მოკლედ საქმე იმაშია. რომ მაგრამ მოიწყენე. მოიცადე, ესე იგი მოწყენილიყავი, მაგრამ შენ დახმარებით ცოცხალი ვარ. კი? ზოგადად ადრევე უნდა მოვსულიყავი. ეი, საიტამა. ჯობია რომ გარეთ მაინც და მაინც არ გაყოთავი. რაღაც მონსტრების ასოციაცია დადის ქალაქში. ჯობია მონსტრების ასოციაციამ არ გაყოს გარეთ თავი. კი. ეკი არა და საიტამა საქმის კურსია. ეგ არის საიტამა ჩავრთეთ. ფოკუსანი რომელიც შენ დაამარცხე. ის რა შენთან მეორე მატჩზე რო ითამაშა. ვა, მოიცადე იყო? კი. იმართლა გითხრა, ყველა არც კი მახსოვს ვისთანაც ბრძოლა მქონდა დღეს. ნუ მოკლედ როგორც არ უნდა იყოს, ახლა გარეთ ძალიან საშიშია. კარგი იქნება თუ ცოტას დაიცდე. თანაც ახლომახლოს გაკეცუ არის. გაკეცუ? ხო, ეგეც ძალიან საშიში მონსტრი არის. რომელსაც საიტამა ერთი დარტყმით მოკლავს. როგორც პატარა ასაკის ბავშვი. შურს ვიძიებთ, აინერვიულო. სამართლიანი. რემონტს ჩავიტარებ თუ არა ეგრევე ოპა, გენოს. რა თქმა უნდა არც კი ველოდი, მაგრამ მან მაინც დამომარცხა ერთი დარტყმა. არც მე ველოდი კი. აჰა. ეს კლასის გმირებს შევკრებ და შენ გოსტად საიტამას დაურეკავ. და ესე გავიმარჯვებთ მასზე. ოსტატი საიტამა მისი შეჩერება. საქმის კურსია. მას ხომ კიდევ ბევრი სიცოცხლე უნდა გადაერჩინა. რა? როგორ მეცერა? მას ხომ კიდევ ბევრი რა ჭენდება? გადაერჩინა. რაც ვახო. გაი? ოი, ხო ისე მართლა რაღაცა თქმა მინდოდა და დამავიწყდა წეღან. არავის არ უთხრა რომ ტურნირში მე ვიღებდი მონაწილეობას. აჰა. არის. გაკეცო ძლიერი მაინც იყო. ნუ, მე ის მაინც ერთი დარტყმით მოვკალი და განსხვავებას ვერ ხედავ. ანუ ხო, ეს ნაწილი გამოვტოვეთ რომ მოკვდა რატო? არ ვიცი მე ეს შიშის დაძლევაში დამეხმარება თუ არა, მაგრამ მე მისანი ვიპოვე. შენი აზრით შემიძლია რომ მეც გმირი გავხდე? მე რა ვიცი. მაგარია. მაგრამ იცი რა? თუ მე შევძელი და გმირი გავხდი, მაშინ ნებისმიერ შეუძლია. თავდაპირველად ყველას შეეშინდება. რა თქმა უნდა, მეც მეშინოდა იქამდე სანამ ძალიან ძლიერი არ გავხდი. ძალიან ძლიერი გმირია რა? რა გინდა, კარგად ჟღერს. ნუ გმირები თავიდან ისე არ ევასებოდა, ახლა მიგვრის რომ რაც გმირი გავხდარიყო. საიტამა ბევრი შთააგონდა. ჟონდაბას. როგორ დავებრძოლო მას, როცა ის ზედა მხურვალი მხარდაჭერეს ბოჭაბა. როცა მორჩები მე საერთოდ გაკოცებდი, ახლა კიდე დაარჩვით სადაც ხარ. ჟონდაბას, მას საერთოდ არ ესმის ჩვენი. მე კიდეს ვერ გამიგია, აუცილებელია რომ შიშველმა იბრძოლოს. როგორც ჩანს, კი. ხედავთ ბიჭები მაინც მომხნევებენ. მათი სიყვარული ჰაერში არ დაიკარგება. სიყვარული. ზუსტად. აი, კარგი რა. სიყვარული დამეხმარება გამარჯვებაში. შეგიძლია აღარ გეშინოდას. ანგელოზის ჩახუტება. ბიჭებო დასესხნელებული კი, მაგრამ ესე ახსნებულად რატო გუყურებს? ალო, გამოგამაზაკე გესმენთ. რაულ, როგორ თუ ჩემი პატარები ბუდიდან გაიტაცეს? საღოლსნა. ხარით ეგ მონსტრი სად არის? ჯობია რომ მონსტრმა ტრაკი დამაოს. გაიგით უფრო მეტი. ონტოკიო წერდი უჯის. რა ჭენდება ხდება ამ სერიაში? გაქრნე? ერთი მომენტი გავატოვეთ, ტიპი რომ მოკვდა. ოი. უეცრად გაქრნე. უეცრად თავს დაესხნენ და უეცრად ვეგაქრნენ. რამაც წუთიანი ამოჭმე. არა, 24 წუთიანი. ჭენდებას. ასეთი რაღაცა ნეტა როგორ გამოვტოვე? სხვა გმირები აქ იბრძოდნენ, მე კიდე ერთი რასისულელით ვიყავი და გავებოლი. მონსტრებს თუ არ ვებრძოლე, მაშინ რანაირი გმირი ვარ მე? მაგრამ მოიცა.
მე მოსლების წინააღმდეგ იმიტომ არ ვებრძვი, რომ მე გმირი მიწოდან. მე მგონი მე ძალზე და მნიშვნელოვანი რამ დამავიწყდა. მიზეზი თუ რატო გავხდი გმირი. თავდაპირველად ვარჯიში იმიტომ დავიწყე, რომ საინტერესო იყო. მაგრამ ამ ბოლო დროს გმირთა ასოციაციაშიც კი ძალიან მოვიწყენე. გმირებზე მონადირემ ჩემში ინტერესი გააღვივა. ამიტომაც გადავწყვიტე საბრძოლო ტურნირში მიმეღო მონაწილეობა. მაგრამ სუირო სხვებთან ერთად და რა თქმა უნდა იმ ყველა მონსტრებმაც კი სიამოვნება ვერ მომიტანეს. აჰა. და არც არაფერი არ მოუციათ. საიტამა კინგ არაფერი რომ ეხლა შენ გარეთ ახარ. არა გაფრთხილებები რა თქმა უნდა იყო ტელევიზორში, მაგრამ ეხლა ყველაფერი შეწყნარდა. მაგრამ შენ რა მოგივიდა ერთი, მე არაფერი ისეთი, უბრალოდ რაღაცაზე დავფიქრდი. უბრალოდ რაღაცაზე დავფიქრდი. მაგრამ ძალზე ახალგაზრდა ხარ, რომ იმედი მიატოვა. კინგ შესაძლებელია ისინი კიდევ გაიზარდონ, თანაც რაღაც საშუალებები არსებობს. მაიცად ერთსოთი, მე ამაზე არ მაქვს საუბარი. საერთოდ მე უფრო სერიოზული პრობლემა მაქვს. ხო, რაღაც შენს თავს არ გავხარ. შენ ხომ ასეთი ძლიერი ხარ. იცი მე მგონი მე უკვე აღარ გავხდები სათანადო ძლიერი. რო? უბრალოდ ძალიან ძლიერი ვარ. ვისაც არ უნდა ვებრძოლო, ვერაფერს ვერ გრძნობ. და ვერც ვერაფერს ვერ ვსწავლობ. არც სხვებთან ბრძოლას არაფერი არ მოაქვს. რა გინდა მე კარგი არ არის რომ ზედმეტად ძლიერი ხარ. კინგ როცა ჩერდები ერთ ადგილზე და განვითარებას ვეღარ ახერხებ, ეს უფრო მოსაწყენი ხდება და ხალისიც გაკლდება. მაგაში გეთანხმები 100%-ით. არ უნდა მოკლა. ჩემს სულში მაინც ყოველთვისაა პატარა მოწყენილობა. გმირობა ეს ძალიან დიდი მარტოსულობაა. ნუ თუ მარტოსული ხარ საიდამა. მასეა. კოლექციაში ძალიან კარგი ცეკვის სკოლა არის. ჯობია მიხვიდე იქ. რატო? რა ცეკვის სკოლა? მარტოსული ხარ, მაშინ მეგობრები უნდა მოძებნო. ნუ, მე მაინც მგონია რომ ეს არ მშველი. მეგობრები ყავს, გენოსი ყავს. მარტივია პასუხი. რადგან არ მაინტერესებს. თანამბოლო დროს არც მიცალია. რადგან ეს იმაში როცა ყველაფერი ჩაწყნარდება, სადმე გაიმგზავრე. გამგზავრება? და წასვლაც რომ არსად არ მინდა. კარგი რა. იძახი რომ ძალიან მოწყენილი ხარ, მაგრამ არც არაფერს აკეთებ რომ გამხიარო და შენ თავს გამოწვევასაც კი არ უგდებ. ოდესღაც მეც შენიერად ვიყავე. მისმენე საიტამა, ცხოვრება ეს უკიდეგანო მოგზაურობა. იმისთვის რომ ახალი პეიზაჟი ნახო, გზა უნდა შეიცვალო. და შენ საერთოდ მოგზაურია. მე მგონი არასწორი ხარ. იმაში რომ როცა შენს მიზანს მიაღწია, ამავდროულად ყველაზე ძლიერი გახდე. გმირობის მწვერვალისკენ მიმავალი გზა არც თუ ისე ადვილი რამე არის, იცოდე. შენ ვიზ რას ლაპარაკობ გმირო? არ ვიცი რა ვთქვა რა. ტელეფონმა მაგათ დაიგეთ 3-2-1. გმირობის ერორი მეშლება რა ასე რომ აკეთებს რა. ისე ადვილი რამე არის. თან ვიდეოს გადაღების დროს. შენ ვიზ რას ლაპარაკობ გმირობისკენ მიმავალ გზაზე? სვეტში. შენ შეცდომა ის არის რომ ბრძოლაში აზრს ეძებ. კონდეს გამბედაობა რომ კეთილი საქმისათვის ნაბიჯი გადადგა? სუსტად ეს გაქცევს შენ გმირად. ჭიანდაბას კრისტალს ბაზრობს. აი ამ ხრივ საიდამა, შენ არ გამხდარ ხარ ყველაზე ძლიერი გმირი. ახლა ხომ მიხვდი? ო, მართალი ხარ. ამიტომაც შენ ჯერ კიდევ უნდა გაიზარდო იმისთვის რომ იდეალს მიაღწიო. და როცა ამ ყველაფერს მიაღწევ, შენ ამდვილი გმირი გახდები. ხოლო ის, რასაც შენ იძახი, რომ შენი ძალით ვეღარსად ვეღარ განვითარდები. არაფერია გარდა ქედმაღლობისა. ვაუ. რა საჭირო იმისთვის რომ მოძლიერ ეს ძალიან ხმამაღალი იყო. სამართლიანობის დიდი შეგრძნება. ძალა ბარიერების გადალახვის უნარი. და იქამდე სანამ ამ კითხვაზე პასუხს ვერ იპოვე. იქამდე შენ უბრალოდ ვერ მოიწყენ. ყოველი შემთხვევისთვის მე ასე ვფიქრობ. ნუ მანგაში ასე ეწერა. ვაუ. შეიძლება. უძლიერესი გმირია რა. ნეტავი როგორი არის შემი იდეალი. ახალგაზრდებია ამ სერიის სათავე. კარგი, რადგან ასეთი მოწყენილი ხარ, ავიდეთ ჩემთან და ვითამაშოთ. არა, მე ახლა მაგის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ. თანაც ახლა ყველაფერი უაზროდ მეჩვენება. კარგი, ახლა წავიდეთ რა ვითამაშოთ. რა იყო წაგებები არ გაქვს არა? მაშინ მოგიწყობ კარგ რაღაცას. იცოდე მასე მარტივად ვერ მომიგებ. თანაც თამაშებში წაგება არც თუ ისე. ან მონსტრები პროსტა წავიდნენ სერიოზულად? ემოციები ღამოხს დარჩენილი. გასაგებია, ძალიან კარგი.
რადგან მასია ფორას მოგცემ და ერთი თითით ვითამაშებ. რადგან ასია მასულა, ახლა ჭკუას გასწავლე. ვინ წარმოიდგინდა რომ სიტუაცია მასე შემოწიველდებოდა? გარო? მისმა ძალამ და სიჩქარემ ყველანაირი ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. სერიოზულად? Εκεί არის ის გამიმართლა რომ გამოვიქეცე. მაგრამ სერიოზულად? ამდეგის წინააღმდეგ ბრძოლა სისულელი აღმოჩნდა და შეუჩვეველი ვარ. ასევე ბევრი რამ ვისწავლე. და ძალიან კარგადაც გავერტე. ამიტომაც გაზრდო. ნუ აქაც ვაფშე არ ველოდებოდი ძაღლი თუ გაროს ამას უზენ და ოპა. ეს ხომისა. აუ ჩემი. შანსის გამოტოვება არ შეიძლება. სხეული მოძრაობს, ტკივილს კი არ გრძნო. ემოციურად ვიტვირთები და უფრო ძლიერდები. კინგ, შენთვის მოვდივარ. ახლა გამოვთვლი მის სავარაუდო მოძრაობას. საიტამა. ხედავ, ახლა მოემზადე. და საიტამას სავარაუდო მოძრაობებს ვერ გამოვთვლი. აგრესიულ ტიპს ხომ არ იცნობენ? მაგრამ პირველად ხედავ. აბა შენ წარმოიდგინე, მონსტრები ხომ არ ყოფნით და ახლა კიდე ჯიბგირებმაც დაიწყეს ტანტალი. ჯიბგირებმა. იცი, ახლა ქალაქში რა სიტუაციაა? მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს. არა, მეც კი ცოტა ვიცი, მაგრამ ყველა ქალაქში მონსტრები გამოსულან და მონსტრებში ერთი ადამიანია, რომელიც კიდე გმირებზე ნადირობს. მოკლედ, კაია ჯაბსანდალია. აი თურმე როგორ. ეს არის. ამ გმირებზე მონადირემ ძალიან დამაინტერესა. ხო? არც უთეს ციხლი კარგი. გამიგია ისეთ ადამიანებზე, რომელიც თავიანთ თავს მონსტრებად და პირის შველობით. ნუ როგორც მე, როდესაც ავიღე და ჩემს თავს გამირი უწოდე. ხო და უცებ მეც დავფიქრდი რა. ნეტავი მართლა ძლიერი ხომ არ არის თქო. გასაგებია, იმედი მაქვს რომ მალე შეხვდები მას. სავო. ოპა. ნუ ეს წინაზე პატარა სპოილერი ნახე რომ სონიკი მე გამოჩენილი იყო. ვინ? ორი ერთი წინააღმდეგ? კაი. თქვენ თუ გადაწყვეტათ ჩემზე თავდასხმა, მაშინ ფაქტიურად მე მგონი სტრაფად მოხდა ეს. კარგი. თავს დაგესხით? ეს მით ჩემი ამათ თუ რა ხდება? წეგავში რომ იდეად კარგი ანიმაცია არ არის, რამდენიც პირველ სეზონში თქვა, მაგრამ ეს ძალიან მაგარი იყო. თქვენ რა ჩვენსგან ხართ? ჩვენ ოქროს 37-დან ვართ. მე შტურმის წევრინიავი ვარ. მე ჯოჯო ხეთური ცეცხლი. მე ჩემგან რა გინდათ? გასართობად მოვედით. ხომ არ შემოგვიერთდებით ჩვენს პროექტში? რა პროექტში? ხა, ჩვენ გავხდებით ამ სამყაროს მფლობელები, როგორც მონსტრები, რომლებმაც ადამიანებს წინ გადაუსწრეს. ორგანიზაცია სახელად მონსტრების ასოციაცია გიწვევს თავის რიგებში. და ჩვენც მაგაში ვართ გაწევრიანებული. მალე სამყარო ისეთი არ იქნება როგორც ახლა. და ძალიან საჭიროა ჭრას ყოველივე ეგ. მე შეგჭირდებით, ჩვენ უნდა დავამარცხოთ მანათობელი ფლეში და დაგვეხმარა. ნუ მოცინებთ. საერთოდ არ მცელი ახლა თქვენი სისულელეებისთვის. და გზიდან მომეცალეთ თუ არ გინდათ რომ აქვე მოკვდეთ, მაშინ ჩვენსას განახებთ. ჩვენ ვიხევით მონსტრების ასოციაციაზე და ჩვენს მონსტრები ვართ. ჩვენ მონსტრებად გადაგვექცეს. ვერანაირი პრეპარატი და ვერანაირი ოპერაცია ვერ დადებს ასეთ შედეგს. არ გინდა რომ ძლიერი გახდე. მონსტრის გენოტიპი. არა სონიკ. მარტო მისი შეჭმა. არა სონიკ. ეს არ გაიგეთო. ეს ასოციაციაში გელით. არ გელით. როგორც არ უნდა ვარჯიშო, ხედავ რომ შანსი არ მოხს მაინც მის წინააღმდეგ. მაგრამ ნებისმიერ ფასად უნდა დავამარცხო საიტამა და თუნდაც ადამიანური სახე დავკარგო. კარგი რა. ისეთ შეგრძნება მქონდა თითქოს მოვკვდი. ადამიანად ყოფნა საზრი აღარ აქვს. აქვს, კარგი. საიტამა. მოიმზადი რადგან მონსტრი გავხდები. ქალაქში მონსტრები ჯერ კიდევ აღინიშნება. აი ეს ცუდია. ევაკუაცია არ არის შეჩერებული. ძალიან გრძელი გამოდგა ეს დღე. ამჟამად ყველაზე ძლიერი მონსტრი მარშალ გორილა გადარჩა. სანამ ჯანდაბის საფეხურზე არავა იქამდე გააგრძელებს ის გმირების დახოცვას. ქალაქი დაბლიო რა. რომელიმე ბოკლეს სერიოზულად? მე მგონი არ გაიმეტებინა გმირებს. ფედერაციის გამონამდვილად არ გასა. რეჟისორს გულის. ადამიანს შეგიძლიათ ეს მე მომანდოთ. კარგით. აბა.
აი ვერანაირ გმირს ვერ ხედავ რა უბედრება გამოდით ერთი მინდა რომ ბანანები ყოველის უკან დარწმუნებული ვარ რომ მონსტრების ასოციაცია დგას ყურადღება საკმაოდ აქვს გაფანტული და ესე შემიძლია მას ბუნაგში გაუყვან აჰა ერთი ამაში ხედე როგორი მოსული ბიჭია ჟანდაბას ის რა ახლა მოქალაქეს დაესხმება თავს შენ პროფესორი მოქალაქეს რა გორილა ყოფილიყარ ის გორილა პირველი მეორე სერიიდან პირველი სეზონის მონსტრი მაგრამ რას ნიშნავს მარტო სული მონსტრი მე უბრალოდ გამოვედი რომ საჭმელი მეყიდა რა საჭმელი უნდა გიყიდა ადამიანებში მალები მით უმეტეს მაშინ როცა მონსტრი ხარ პირდაპირ გორილების მონსტრის სირცხული ხარ გარგი ხარ რამ გაგამწარა კარში მოგყვათ ეთე შეიძლება ჩემთვის წინააღობა გახდე ამიტომაც აქ და აქვე მოკლავ მოდი სხვა ადგილას გავარკვიოთ საქმე ხო კიბორგია ტიპი ახლა მას გავუყვები ეს საბოლოოდ მთელი დღის განმავლობაში მონსტრებს ისევე ბრძოდით როგორც ვალანტიორები ეს სცენარი როგორ ფიქრობ ძალიან ბარი დამთავრდა სერია მამაყალმაყალში გარომომკვდარი იყო ან მონსტრის ან გმირის ხელით ეს შეუძლებელია ჩემო ძმაო მე ის მასეთი სუსტი არ აღმიზრდია ამიტომაც შემივალ ის არის რომ მე თვითონ მივხედავ მაგ საქმეს გარა ხდებოდე მაინც თუ რას ნიშნავს იყო მონსტრი შენს დამარცხებას თუ ვინმე მოახერხებს მე მაინც უნდა დაგეხმარო ძალიან ლამაზი მზის შესვლა ჩვენ რაინდისგან მივიღეთ ახალი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ჩვენს მოწინააღმდეგეს ეხება ისინი საკუთარ თავს მონსტრების ასოციაციას ეძახიან მათი მიზანი უცნობია მაგრამ ის გავარკვიეთ რომ მათ შეუძლიათ რომ ადამიანები გარდასახონ ჩვეულებრივ მონსტრებად მათი ხელმძღვანელი მონსტრების მეფე ორჩია ასევე მათი ბაზის ადგილმდებარეობა გავარკვიეთ ქალაქ ზეტში არიან ისინი დასახლებულნი ტერიტორია რომელიც მონსტრებს აქვს დაკავებული და თუ მათ ერთ-ერთი დირექტორის შვილი მოიტაცეს გამოდის რომ ისინი მოლაპარაკებაზე არიან წამსვლელები ხო შეიძლება მათ იმის თქმა უნდათ რომ არ უნდა შევეხოთ მათ შეიძლება ისიც კი მოითხოვონ რომ სხვა მონსტრების განადგურება შევწყვიტოთ ჩვენ გეთანხმები რადგან მონსტრები გაერთიანდნენ შესაძლებელია ეს ნამდვილად უნდოდეთ მათ მაშინ გამოდის რომ დღევანდელი შემთხვევა პროტესტის სახის იყო ჩვენივე მიმართულებით ჩვენ გვაქვს საქმე ისეთ მონსტრებთან რომელთაც შეუძლიათ რომ გაერთიანებულად იმოქმედონ რადგან ეს არის დარწმუნებული ვარ ისინი მოძებნიან საშუალებას რომ დაგვიკავშირდნენ და ჩვენ მაგით უნდა ვისარგებლოთ უნდა გავაცუროთ ისინი და შემდეგ სათითაოდ ამოვხოცოთ ჩირისმაის მოვისმინოთ რა სურთ თანაც ტყვის სოცხლად დაბრუნება ჩვენი მთავარი მიზანია მართალია ვისი შვილის გაიტაცეს ეს ადამიანი ჩვენი მთავარი სპონსორია მაშინ ტურიზმზე წავალთ მაშინ ფინანსების გარშე დავრჩებით ასე რომ ყველა ვარიანტი უნდა გადავარჩინოთ შეტყობინება მოვიდა მონსტრების ასოციაციიდან ვიმეორებ მონსტრების ასოციაციიდან შეტყობინება მომივიდა მე ახლა როგორი სახისა მონსტრების ასოციაციიდან შეტყობინება მოგვივიდა მე მგონია მონსტრების ასოციაციიდან შეტყობინება მონსტრების ასოციაციიდან შეტყობინება მოვიდა ხომ გაიგეთ მოვიდა თქვა შენ ხარ შეტყობინება გავიგეთ ეს რა არის ვაიმე სონიკ ისე რომ ხარში და შემდეგ შევწი ხომ კარგი გავაკეთე არა ზოგადად ხომ ნორმალური მოაზროვნეა მას უმს არ შეჭამს მაგრამ გაიჯობი ამაზე არ ვიფიქრო და შევჭამა ჯობი რომ მოიმზადა საიტამა დამარცხებისთვის ამის შემდეგ სონიკს ტრაწი შეეყარა თარგმანი მომზადებულია ტოკიოჯის მიერ ჩერი კაი გავიგეთ მენდინგი არ ყოფილა საინტერესო ასე დასატენად ქონა კომპიუტერი შეერთებული და 100%-ზე იყო. ესე იგი ეს იყო One Punch Man-ი მეორე სეზონის მე-9 სერია. საინტერესო იყო. მე საიტამას ჩარევას ცოტა სხვანაირ სველოდებოდი, მაგრამ სავარაუდოდ ახლა გააკეთებს თავის საქმეს. აი ეს მომენტი, ეს მომენტი უნდა ვნახო. რო გამოვტოვე. გინგის გამოჩენა გამიხარდა. კიდევ ერთხელ რომ ვნახეთ. ასევე ხო აქამდე იყო და ისეთ. არა.
ასევე სონიკი, არ ვიცი, სონიკზე მართლა არ მეგონა თუ დათანხმდებოდა, მაგრამ რავი. ხო, ბევრი არაფერი გამომიტოვებია. ხო ვიცით, რომ ის ტიპი მოკლა. ახლა ნახოთ, როგორ იქნება საიტამას და სონიკის დაპირისპირება. საიტამა ფაქტია მოგებს, ისევ ერთი და ერთხმით თუ ცოტა მეტი დასჭირდება, არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ სონიკის სიკვდილის დროც მოვიდა. ნამდვილად ქონდა ცდილობა, მაგრამ საიტამას ის არ მოუკლოს, მაგრამ ახლა მონსტრად გადაიქცა და, როგორც ვიცით, ამ სერიალში ძირითადად მარტო მონსტრებს ხოცავენ, ადამიანებს ხელს არ კიდევენ, ამიტომ თუ სონიკი მონსტრად გადაიქცევა, დიდი არის შანსი, რომ საიტამა მის მოკლას. ასევე გაროს სიკვდილის შანსიც არის. საკმაოდ დიდი, მე თუ გითხავთ. მაგრამ ეგ სეზონის ბოლოს, როგორც თქვით, გაროს შემოვტოვებთ სეზონის ბოლოსთვის. დავიწყოთ ახლა შემდეგი სერია One Punch Man-ი, როცა სათაური მეორე სეზონის მე-10 სერია შენი სხვა სერია ჩართე Justice Under Siege 3-2-1 დავიწყეთ. მეტი შენს თავზე ძალიან ბევრს იღებ. დადროა რომ წერტილი დაუსვა. მაბერტიება შეხვდე. ძალიან მაგარი ჩეთრული დარტყმა ვისწავლე პირდაპირ დუნდლებში. კარგი რა. სუხა რომ იმედი უნდა გაგიცრო, მაგრამ ჩეთრული დარტყმები ასე გამოიყურება. ოპა. თან რამდენი გამხელა განსხვავება იყო, უჩინო. კიდევ ერთხელ ცადოთ. აუჩი. მიენდო კაუტა რამდენიმეჯერ. ვარი თულება. თამაში გაფრჩებულია. გამწერებულმა სხვა სიტყვები ვერ ნახა. ხო. ეს რა არის? ახლა ხანს რამდენიმე გმირსა დაგვირიგეს. ტესტავენ თუ რაღაცა ეგეთი. შენ სადგომდებარეობას გამოითვლის დამატებითი დახმარებისთვის. მე კიდე არ მომწეს. ბოიცა, შენ კინგ ხლა ნახავენ რომ აუჩემი. ტიპა თქვა რომ სხვა ბრძოლაში ვარო და ახლა ნახავენ რომ სახშია. შენ ვერ გაუძლებთ ჩემს აჩქარებულ დუნდლებში დარტყმებს სიცოდე. ვაიცე, ენდინგი თუ იქნება ამჯერად ვყუროთ. ბევრი თემები ჩემთან ერთად დაშელზე, იგივე როგორც დააკრეს სპეციალურად ტოკიო წერტილი ჯის მაყურებლებისთვის. მონსტრების ასოციაციიდან მოვიდა შეტყობინება. მონსტრების კორპორაციიდან მოვიდა შეტყობინება. მაშინ რაღაც პარაზიტია. შტაბში ყველა არსებული გმირი გამოიძახეთ. ალო, დაუყოვნებლი მეორე სართულზე აღმოსავლეთ ფრთაში. დაგდე ხელში რაც გიჭიროს, გესწავლო? მოიცადე. მოვისმინოთ ჯერ რა სიტყვის. მოგესალმებით გმირთა ასოციაციას. მე ვარ გიორო, მონსტრების ასოციაციის ოფიცერი. როგორც უკვე იცით, ჩვენ თქვენი ერთ-ერთი ხელმძღვანელის შვილი გავიტაცეთ. პირდაპირ თქვით რა გინდათ? ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გსურს. ჩვენ ძალიან დავიღალეთ თქვენი ცუდი მოპყრობით მხოლოდ იმიტომ რომ მონსტრები ვართ. ამიტომაც გთხოვთ თავი დაგვანებოთ. ჩვენ ქალაქ ზეტის ნანგრევებში ვცხოვრობთ და ვეხმარებით ერთმანეთს რომ დღე-რამენაირად გადავაგოროთ ხოლმე. არც იმაზე ვოცნებობთ რომ გახსნილ სამყაროში თავისუფლად ვიაროთ. ამიერიდან ჩვენ აღარ ვაპირებთ თქვენ ადამიანების საქმეში ჩარევას და არც ვაპირებთ რამეში ხელის შეშლას. სამაგიეროდ გთხოვთ რომ გამოყოთ ჩვენთვის საცხოვრებელი ადგილი სადაც ცხოვრებას შევძლებთ მშვიდად. ჩვენი აზრება არის მშვიდობიან სამყაროში ცხოვრება, სადაც მონსტრები და ადამიანები შეთანხმებულად ცხოვრობენ. მაშინ ვერ გამიგია თუ რა საჭირო იყო თავდასხმა. გვინდოდა რომ დაგინახათ ჩვენი ძალა.
რის შედეგადაც თქვენ უკვე შეძლებდით ჩვენი მოთხოვნის მოსმენას. ამის შემდეგ ჩვენ არც ერთი მხარის მსხვერპლს აღარ დაუშვებთ. ესე იგი, იმიტომ მოვიდა, რომ მშვიდობის შეთანხმებას მიაღწიოს. ძალიან კარგი. რადგანაც სიაპირობას ვდებთ, რომ მონსტრების ასოციაციას აღარ შევეხებით. ამიტომაც გთხოვთ, გაანთავისუფლეთ ტყვე. თქვენ იდიოტებო, დაედადგმით ამ რამოდენიმე წუთით. ჩვენ არ მოგცემთ თქვენი ძალების გაზრდის უფლებას და სამაგიეროდ შემთხვევით მომივიდა ბოდიშით. ფრთხილად, ჩვენ ხომ აქ მშვიდობას ვამყარებთ. დესტო ქლორიდია. ბოდიშით დამნაშავე ვარ. უბრალოდ მოთმინება აღარ მყოფნის. მანის მოკლა. კი, მაგრამ ეს რა გააკეთეთ? თქვენ ახლა რა ნამდვილად მოლაპარაკებაზე ხართ? როგორ მიყვარს უფროსების დაცინვა? მშვიდობა მონსტრებსა და ადამიანებს შორის? საიდუმლოს გეტყვით, ეს მოგატყუეთ, მაგრამ ძალიან სახალისო იყო, რომ მე ერთ თვალს დავიჯერეთ ეს ყველაფერი. კი, მაგრამ ტყვეს რა უნდა გავუკეთოთ? მოიცადეთ, ნუ თუ ის უკვე ის ჯერ ისევ ცოცხალია. ტყვე იმისთვისაა საჭირო, რომ თქვენ არ გაიქცეთ და კუდი არ დაიწვათ. მოკლედ 3 დღე გაქვთ. 3 დღე? მეთქე თქვენი უძლიერესი გმირები და წადით მაგ ბიჭის დასახსნელად. ასევე იმას გეტყვით, რომ ბატონი ოროჩი თქვენს გამოჩენას ელის. თვითგანადგურება? მაგრამ ეს კიდევ ერთი დარჩა. სად არიან გმირები? საუბარი დასრულებულია. ახლა გართობა შეიძლება. ყველას დახო. გავიგე რაღაც უთანხმოება გქონიათ. გაგიმარჯვეს. შაუბწყინვალება. კარგი რომ შევთავაზეთ სტაბილიზე თავს. არა, ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ჩვენი მოწინააღმდეგე პარაზიტია. აი მისი ნამდვილი სახე. ზალსად გვიანში ამჩნიათ. აბომომეცი, კლასი. მოიცადე მისი კანი რა მეტალზე მტკიცია? და ჩემი ხები მას ვერ ერევა. შეუძლებელია, ეს ხომ უბრალოდ კანია. ვერ მივხვდი რა სიძახით. ხოჩა. ისედაც მეტალთან არის შერწყმული. აჰა, მეტალთან არის მონსტრების ასოციაცია დარწმუნებული არის თავის ძალებში. ახლა რა გავაკეთოთ? რას ქვია, რა უნდა გავაკეთოთ? და ეს ტყვა უნდა დავიხსნათ დაუყოვნებლივ. მოიცადე ღირს დროს ერთად ეს კლასის გმირების გაშვება პირდაპირ ხაფანგში. ეს ძალიან ცუდია. გმირთა ასოციაციის ხელმძღვანელობა ნამდვილად დაშინდა მონსტრების ასოციაციით. და ჩემი ვალია. აბა შეხედეთ. აბა როგორ მოგწონთ? შაუბწყინვალება. მე ხლა რას აკეთებ? შემი დაკუნთული სხეულის ხელის შემდეგ ცოტა მაინც არ დაწყნარდი? სიმართლე არა. თუ დაგეთანხმა. ჩვენს დარწმუნებულს სვერცე გითხრათ თუ დაგეთანხმდით სვეტში. როგორც იქნა მოვიდა დრო, იმის რომ მე გავბრწყინდე. და ხელვით მხოლოდ მტრებმა უნდა იყოლოან, მხოლოდ იმიტომ რომ ღირსები არიან რო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ისე რას ვფიქრობ, გმირები მოვლნენ? ჩვენ ხომ დავწუნდით იმაში, რომ საკმაოდ ძლიერები არიან. რა შეგვჭირდება ეს სიტყვა, როცა შეგვიძლია რომ პირდაპირ თავს დავესხათ მთელ სამყაროს. ღირსება კარგი რამე არის, მაგრამ უფრო კარგი ის არის, რომ სხვა აღიარებს ამ ღირსებას. თანაც გმირთა ასოციაციაშიც არიან მონსტრები. და თუ თავიდანვე არ მოვიშორეთ, ისინი შემდეგ პრობლემას შექმნიან. ამიტომაც შევკრიბოთ ერთად აი ამიტომ გჭირდება ზუსტად ეგ ტყვე. და როცა გმირთა ასოციაცია ძირითად ძალებს გამოაკლდება, ისინი ფაქტიურად დაუცველები გახდებიან და როცა ეს მოხდება, ჩვენ უკვე შეგვეძლება რომ ისინი გავანადგუროთ სამუდამოდ. და როცა ეს მოხდება, ჩვენი ბატონი ოროჩი გახდება დედამიწის ერთპიროვნული მეფე, სადაც მხოლოდ მონსტრები იარსებენ. ჩვენი ბატონი ოროჩი დავარცხდება ან ამ სერიაში, ან შემდეგში. სად არის აბლო? და მე-18-ში გაროს დავამარცხებთ. ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გმირთა ასოციაცია გავანადგუროთ. და რა თუ ვისმეს ვემსახუროთ. უცნაურია. დამარცხებულები აქ რატომ მოვიდნენ? კი, მაგრამ რას აკეთებთ? მოგესალმებით, დაბრუნებულო ტარაკანა. მაგრამ იცი რა, დამარცხების შემდეგ აქ აღარ უნდა მოსულიყავი. მოიცადეთ, მე ხომ მარტო ფეხები დაუკარგე. და კიდევ შემიძლია რომ ბრძოლა გავაგრძელოთ, აი ნახავთ შემდეგში. არ შეგიძლია, ჩემი კაი. ой, არ გინდათ, გაყოფათ, კარგით რა. გამუტარებით, არ გინდათ, არა. შეჭამა. შენც იგივე გიხება სადისტო გოგონაო. კი, მაგრამ მე ხომ პრაქტიკულად ზიანი არ მემიღია. და თანაც მე არც დავმარცხებულ ვარ. შეიძლება მისი ძალა გამოგვადგეს, ასე რომ ჯობია რომ ცოცხალი დავდავოთ. შემდეგში არ გაგიმართლებს.
ოი, გადავრჩი. ნუ მოკლედ, ესე იგი თუ ვისმის რამე საწინააღმდეგო აზრი გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ ოროჩის შეებრძოლოთ. და თუ შეძლებთ მას დაამარცხებთ, შეიძლება რომ თქვენ შემდეგი ბოსიც გახდეთ. შვენიერია. ხო მართლა გიორო, რაღაც გაკეთსოს ვერ ვხედავ. ო, ისე მართლა, არ დაბრუნებულა რაღაც. ზავალ მოვძებნი აბა. ეს ის შენი გაკეთსო. კი, მაგრამ შეუძლებელია, ნუ თუ გაკეთო ვინმე დაამარცხა. მე მგონი ეგ პრობლემაა ნაადრევად. ის თვალს კარგად ხედავდა გიერასეს. სადავარ. გარო ვიღაცა გიხდიშა მე მგონი. გამოფხიზდა როგორც იქნა. თავში საფარში უნდა დავბრუნდე. ეს ხომ ნამდვილად ისაა. ეკლესიის გმირი, მომაკვდინებელი გატლენი. კინგი იმას ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა. და ეგეც ვიცოდიო თულზე ფიქრობდა ამას. ამიტომაც წამოწლები იქნებ გადამიაროს. საინტერესოა, გარო სერიოზულად დასუსტდა. გაიგეთ უფრო მეტი. ჩენდება ეს რეკლამა. რაც გადავახო. ეს ანუ 10 წუთი გავიდა უკვე. შევიგაი, სწრაფად გადის დრო ამის პრობის დროს. დიახ, დიდი მადლობა პროფესორ კუსანა. და ასევე ვაუ. თუ მოუწრად მოვედი. ნუ რა თქმა უნდა ძალიან კარგად მესმის რომ ბრძოლის ველზე ჩქარა გინდა დაბრუნება. ცვლილებები არც თუ ისე თვალსაჩინო ნუ არის, მაგრამ ამ განახლებით შენ შეძლებდა უფრო ძლიერი გახდები. დიახ, აღარ წავაგება. არა უშავს. თანაცაგების არ უნდა გეშინოდეს. თავარია რომ ცოცხალი დარჩე. როცა დაგინახე იმ მდგომარეობაში, ჩემი თავი გამახსენდა ახლა. საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას ნუ შეიკ. თუ არა, ეს უბრალოდ კადრის ის იყო? არასწორი გადასვლა. სენსაცია. ან თუ ის იყო ხალხასკები. მოსწრების ასოციაცია? მოიცა ისინი ნამდვილად შეიჭნენ შტაბ-ბინაში? და ერთ-ერთი ხელმძღვანელიც მოუკლავთ. აი ესეც თქვენი მსვლელები. დღეს დილით დაჯგუფება მოსწრების ასოციაციამ. ისევე ბავშვი? და შემდეგ გააკეთა განცხადება. არა. მიკო პიტა. პიტა. მე მგონი გმირების ასოციაციასა და მოსწრების ასოციაციაში განხეთქილებაა. ესე იგი ომი ხო? რაღაც ძალიან არ მომწონს ეს მოსწრების ასოციაცია. კი, მაგრამ ჩვენიანება რო წააგონო, მაშინ რა ხომოგველის სამწუხარო, მაგრამ ამ წუთას ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. აუ. ისინი რა დაამარცხებენ? ჩვენს გმირებს? კი, მაგრამ რას ნიშნავს ოპერაციაში მონაწილეობას არ მივიღებო? მეტალის რაინდო. მოკლედ ვეღარ დავამთავრე რა ეს სერია, 3-2-1. ჩვენს გმირებს? გაეთანს მოუნდათ რაღაცის გაბრუვა. ოპერაციაში მონაწილეობას არ მივიღებო? მეტალის რაინდო. ნუ თუ საქმის კურსში არ ხარ? მოვიქცევი თუ არა მათ ხელის გულზე, მაშინ უფრო მეტი მსხვერპლი იქნება. და საერთოდ არ ვსვაპირებ მაგ ძალების შედეგებას მაგ ბრძოლაში. სანამ რაღაცა სიტყვი კარგად დაფიქრდი. მათ ხომ ტყვე აიყვანეს. ასეთი გადაწყვეტილებით დიდ ნაბიჯებს ვერ გადაუდგავთ. რადგან ჩვენ ვიცით მათი ადგილმდებარეობა, იმის მაგივრად რო ტყვე დავიხსნათ, უნდა გავანადგუროთ იქაურობა. ასოციაციას მეუღო შევთავაზე, მაგრამ მათ უარი მტკიცეს. ისინი პრიორიტეტად პირველ ადგილას თავიანთ შემოსავალს აყენებენ. ზუსტად ამიტომაც არ ვაპირებ ამ მარაზმში მონაწილეობას. დაიწყო. არა, როგორ მიშლის ნერვებს. მოსწრების ასოციაციამ ომი წამოიწყო. ჩვენს შემდეგ ნაბიჯს წელი. ეს ცოტა უპასუხისმგებლო იყო. არის რომ პრესაში შეშია მათი ასოციაცია. სახელმწიფო მსოფლიომ გაიგო. საქმე ეხება მტკიცე ხასიათი სოფლიოს უსაფრთხოებას. მოსწრების ასოციაცია არა? წარმოდგენა არ მაქვს ისინი სადიმალებიან, მაგრამ რაღაც იდეა მაქვს. ეს ქალაქის ზეტია და ისინი ნამდვილად რევოლუციას აპირებენ. ეს მაინც არ არის მთელი კაცობრიობისა და მიგზავნელი. ისინი უბრალოდ გვეძახიან, რომ ჩვენ გავწევრიანდით მონსტრების ასოციაციაში. ამიტომაც ვაჩვენოთ გმირებს თუ ვინები ვართ სინამდვილეში. რა უბედურება ისევ ჯგუფური ორგია მოუწყვიათ. მოიჯერა ისინი ხა ჩემს სანახავად იყვნენ? მაგრამ ახლა სხვა რამე ამთავრა. ნაგვის მანქანა მალე ჩამოივლის. საიტანა. მოიცადე ვიღაცამ რა ჩვენი შტაბ-ბინა იყო? ხო, ვიღაცა მე მგონი ლოთიკაცი იწოდა ეძინა. სერიოზულად? დარეო, რადგან ასე არის მიდიცადი და შეამოწმე.
რა წადი უთხარი რომ წავიდეს იქიდან კარგით რა ასე არ შემიძლია ხმა ჩაიგდა და წადი ახლა დროზე უთხარი წადი შენ თუ გაია ეს თქვენი როთი კაცი ტემპერატურა მაინც არ იკლებს როგორ ჩანს გამოჯამთელებისთვის რამდენიმე დღე დამჭირდება მან ვინ არის შენ აქ რას აკეთებ ბებიძეს საერთოდ აქ ჩვენ აქ ბიჭებს შტაბები რა გვაქვს რა ეს შენ ხარ კი ის ბიჭი გმირების ატლასს რომ კითხულობდა შენ კიდე ის ბიჭია ხარ რამდენჯერ უნდა გაგიმეორო ნუ ბიჭას რა დაგშენია გთხოვ რა აქედან წადი ასე უცებ ბრძანებები საიდან მოგივიდა თავში უბრალოდ ბიჭებმა გამომიშვეს რომ თქვენთვის მეთქვა რომ წასულიყავით შენმა მეგობრებმა უარი მაინც გეთქვა უბრალოდ მოიცადე ნუტირი ხარ ნერვებს მიშლი კარგი გეშინია რადგან აქ დიდი ხანი ყოფნას არ ვაპირებ და თუ მაინც რამე პრობლემა იქნება წადი და მოიყვანე შენი მეგობრები გაიგე პატარა რამზადა вообще მაგარი ნაგლები არიან გამოუშვეს ტიპი ის რომ არავინ არაფერი ლოთიკაცისთვის ის ეთქოდა რომ წადი აქედან მსკაკება დარა რაღაც ძალიან აგვიანებს მოიცადე ნუ თუ მართლა რაღაც მოხდა უკან დაიხია ოჩახ თქვენ მომოგდინებელო გატლინო აქ ყოფნა სახიფათოა სპაილიკი და სტინგერი ოდიში პანჯერა დავკეთე ცოტა ადრე რომ ეკნე კარგი იქნებოდა მაგრამ ახ 3-2-1 აუ რა მაგარია რამდენი გმირი არის აქ ამ ხოში ესე იგი ის გმირებზე მონადირე არის არა კი გმირებზე მონადირე გარო დღეს შენ ჩვენი ნანადირევი გახდები გახდებაო მართლა რამე მოხდა კი ხოში ძალიან საშიში მონსტრია ასე რომ დაუყოვნებლივ წადით აქედან ნუ კარგით ჩანდაბას ჩვენ კიდე ხოში მონსტრთან დარავკაუშვით ყველაფერი კარგად იქნება რადგან გმირები მიხედავენ მაგ საქმეს აჰა რა ნაგვები ხართ თუ გინდა რომ შენ აღარ დაგწინოდნენ ანდაც უბრალოდ არ გაწოლებდნენ მაგისათვის ძლიერი უნდა გახდე რა აბა ხომ კარგი რჩევა იყო დასარევი ის ძალზე თვალსაჩინა იყო მართალია ეს თვალსაჩინა იყო მაგრამ ისე ვერაფერს ვიტყვი ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ ნაიარი მტკივარ როცა ვიცი ვიცი ხო ყველაფერი კარგად იქნება მაგაცი არის ნერვიულო შენ კიდე ჯობია რომ სახლში წახვიდე ნუ კარგით გარები იღება ყურადღება გამოყოფს ხვირს თუ არა ეგრევე და არა ბავშვი საერთოდ ოყაში ვარ მოიცადე მე ხომ ძალიან კარგი რჩევა მოგეცი სამაგიეროდ კიდე გმირების ატლასი მანახე ხომ აქ გაქვს არა კი მაგრამ რა საჭიროა მითხარი იმიტომ რომ საჭიროა ნუ კარგით მაშინ აი აქ ხომ ყველა დარეგისტრებულ გმირზე არის ყველანაირი ინფორმაცია რა ნუ თითქმის ყველა გმირზე არის გასაგებია არ ამგონია საიტაბაზე და გენოსზე იყოს თუ გენოსზე არის წინ ოთხნი არიან უკან 3 კლასის 3 კლასის არა გვერდებზე 4 კლასის და მთლიანობაში 8 არის 4 კლასის ჩვეულებრივ მათ ყველას დავამარცხებდი მაგრამ ამ ჭრილობებით საბედნიეროდ ატლასში ძალიან სასარგებლო ინფორმაცია ბიცია გარეთ ვიღაცები არიან მე მგონი ნუ მელაპარაკები ჭიანდაბას დრო არ მაქვს დროზე გამოდი გმირებზე მონადირევ ვიცი რომ იცი რომ აქ ვართ ძირს კარგად დაწაკი პატარა რამზადო კარგით გამოდივარ ამიტომაც წარისროლოთ გთხოვთ ქოხს ნუ ესრით ძალიან ჭკვიანი საქციელია ესე იგი გუნებდები ვაიმე ნუ გამაცნე როცა ბოლოს მოგიღებთ ხომ სადმე უნდა დავისვენო შემდეგ რა ჩვენზე ნადირობა გადაწყვეტე რკოსანო მის პროვოკაციაზე არ წამოეგო
როგორც ჩანს, კარგად ასუსტებულ ხარ. ამიტომაც ასოციაციაში ცოცხლად მეგიყვან და შემდეგ მოგვიყვები შენს მოტივზე და მიზნებზე. დაყარე იარაღი და ჩიოგვარდი. ნამდვილი გმირისავით ლაპარაკობ. და ძალიან საყვარელობა შენი მხრიდან რომ არ მომკლა. ვაუ, გმირები! თანაც ასეთი ძლიერები. ზია მოკლავს ახლა ამას. სავარაუდოდ ეს არ მოეწონება თვითონ ბავშვს. თქვენ კიდე ჯობდა რომ გმირები არ გამხდარიყავით. თან გაიგებს ახლა გმირების ზემონადირე ქვია ტიპს და დაინტერესდება. საბოლოოდ რა ბოლოს მოგიხებთ შემდეგ კიდე ბევრი გმირი მოვა. ახლა შენი ბოლო არის. შენ პირველი იქნები. ჰაერიდანვე? აი მესმის. ეს სახიფათო იყო. ის ნამდვილად არ აპირებს ჩემს ცოცხლად მიყვანას. ვა, ისრები. შევიგე. კი, მაგრამ მან საიდან იცის ჩემი არც თუ ისე ცნობილი ილეთი. ეს მოწამლული ისრებია. კარგი რომ ის ატლასი წავიკითხე. კი, მაგრამ ბიძიას თავს რატო ესხმიან გმირები? რანაირი გმირები არიან ახლა? გმირებზე მონადირე დიდი ჭკუით არ გამოირჩევა. ჯაჭვსებრობა გაყვა. ის ვერ დაამარცხა რკინის ბიტამ და ვერც ოსტატმა მაისურში. არც ის გეგმა დაივიწყო, რაც ჩვენ აქამდე მოვიფიქრეთ. შეგიძლია არ იხელო, რადგან მე ყოველთვის ფხიზლად ვარ. და არ ვაპირებ მის დანდობას. ეგრევე იგრძნობა, რომ ის ვერცხლის ეშვის მოსწავლეა და ეს ვიღაცა სულელიც არ არის. წარმოუდგენელი მგრძნობელობა აქვს. არა, იუთუბერობა არ არის საჩემო საქმე. იმდენჯერ მიწევს ხოლმე ხანდახან ერთ ვიდეოში გასვლა. ამჯერად ამის ბრალი არ იყო დამირეკეს და მაგიტომ მაგას ვამბობ ზუსტადაც. მანაჯანდაბას 3 2 1 დავასრულეთ ეს სერია. ის ვერცხლის ეშვის მოსწავლეა. ეს ვიღაცა სულელიც არ არის. წარმოუდგენელი მგრძნობელობა აქვს. საშუალო დისტანციაზე ეს ბაყაყი და სმაილი არ მაძლევს ამოსუნთქის საშუალებას. ბაყაყი და სმაილი. ნუ არის სიმართლე გითხრათ, გაროს რო არ ცოდნოდა ალბათი ძალების შესახებ, ტიპი კუდარი იყო უკვე. ამათ შორის ყველაზე ძლიერია, მაგრამ ის ვერ გამიგიეს უკანასკნელი რითია დაკავებული. შულტასანო, დიდი მადლობა. ესე იგი სეხმარება. მათ მე ალყაში მომაქციეს. და ასეთ შემთხვევაში შენ ჩემი ფარი იქნები. არა. ვერ გაიცავი ჯანდაბას. ეს როლი ახლა მომარტყავენ. რა იდიოტი ხარ? სარამზადა. იარაღი ეჭია ტიპს ასე თავთან და შენ თუ გაქცევა შეიძლება შენელებული კადრი იყო და მაგიტომ შემოდომებაში მიარს ბადალი. შენ დაჭრილი და მოწამლული. ეს როლი უკნიდან თავში. ხანს გაძლებ. ახლა ბრძოლა ამორთან აბონახოთ. ფურატებილია ტიპით რა. და ჩემს მდგომარეობაში რომ ავიცდინო ტყვია ანდაც ისარი. მაგრამ იმ ჩანარ ძალიან მინდა რომ გარო მოკლან, მაგრამ ტიპმა უნდა მოკლას. შანს გაძლევ გარო. კაი კადრია. გაგზელება იქნება თარგმანი მომზადებულია ტოკიოჯის მიერ რედაქტორ ანიმანია ტექსტს კითხულობდა გიორგი ოდიშოლიძე, იგივე როგორც ოდოაკრის სპეციალურად ტოკიო წერტელიჯისთვის. მოკლედ ძალიან რა ვიცი როგორ გითხრა, ძალიან დებულება სერიები მიდის რა, სულ ლაპარაკია და ლაპარაკი ბრძოლა წესი რომ არ არის. 1-2 ხელს მოიქნევენ, მერე დგანან და 1 საათი ლაპარაკობენ. ეს არის ყველაზე დიდი მინუსი მე მგონი ამ სეზონში. სხვა დანარჩენი რა ვიცი, კარგად მიდის ისტორია და სიმართლე რო გითხრათ რაღაც გარო უფრო ნენელა მომწონს, არ ვიცი. შეიძლება უარყოფითი პერსონაჟი არის, მან გარწამიკითხავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რასაც მაგაც წამიკითხავს. თავში უარყოფითი პერსონაჟი არის. დადებითი პერსონაჟი არის და მე მგონი მთავარი ბოსი გარო კი არ იქნება, არამედ ის რაღაც მე მგონი გარო იქნება. მაიმუნის ტრაკისფერი მონსტრი. მე მგონი გარო. მე მგონი უბრალოდ მიხვდება რომ ძლიერი ვერ გახდება საიტამაზე და გადაწყვეტს რომ შეუერთდეს საიტამას და ის ვიღაც დეგენერატი დებილი და არა, მე მგონი ეცდება ფინალში რომ საიტამა დაამარცხოს. ორიენტაცია და მე მგონი რა ვიცი გარო ჩანს ასე პოზიციაზე.
მოკლედ, ყველას დიდი მადლობა ყურებისთვის. ენიქსს ვუყურებ ვიცოდეთ, მარტო ამას არ მოსმენ. კვირამდე. იმედი მაქვს, რომ შემდეგ კვირაში დადებენ და აღარ გადადებენ. ასე ჩემთვის უკვე სულ ერთი მესამე სეზონია გავოსული. აბა ფინალში რა ვითი გაგვახარებთ? ენდინგი ლამაზია. არაფრით არ გამახარებთ. ესე ამპანჩმენი მეორე სეზონის მე-10 სერია. 2 სერია გადაგვრჩა. საინტერესოა, ძალიან საინტერესოა. მომწონს როგორც ვაკეთებთ ამას, რომ გარო, როგორც ტიპმა თქვა ბოლოს, გარო შეიძლება უარყოფითი პერსონაჟი არის, მაგრამ აქვს რაღაც დადებითი თვისებები რა. თავიდან აჩენდნენ როგორც იმენა ფსიქოპატს, გატარებულ ნერვოზიან გიშს, მაგრამ ახლა ნელ-ნელა უფრო ადამიანურ ხარისხს გვაჩვენებენ გაროსას, ამიტომ გასაგებია ის ფაქტი, რომ ბავშვის გამო ჯერ ხო იქ რკინის ბიტისთვის არ უნდა რამე დაეშოვებინა და ახლა აქ ამ ბავშვისთვის, ანუ მარტო კონკრეტულად გმირებს ერჩის. ჯერ კიდე შოკში ვარ იმისგან, რომ მაგ ძაღლმა ეს უქნა, მაგრამ კაი. ძალიან ზერსკი სერია იყო. ხო, არც კი მკითხოთ, რატო არ აქ. ყოველ შემთხვევაში დავამთავროთ რა ეს ვიდეო, რით ვერ დავამთავრე. ზერსკი სერია იყო ძალიან, ტიპს მაგაში არ ვეთანხმები, რომ მოსაწყენი სერიები წამოვიდა. მომენტებში არის ხოლმე მოსაწყენი, მაგრამ ზოგადად რავი. და კი მერჩინა რომ საიტამა უფრო ადრე გამოჩენილი იყო, ახლა არც გაუკეთებია დიდად არაფერი. ერთი ძლიერი ტიპი მოკლა კი, მაგრამ რა ვიცი, ბრძოლა არც იყო ახლა დიდად თუ დროს გაიგო ეს ამბავი. მაგრამ ხო, სავარაუდოდ ბოლო 2 სერიას მაგას დაუთმობთ ბრძოლას და მე მგონი ისევ გარო იქნება ფინალური ანტაგონისტი. ნახავთ. მაგრამ ძალიან მაინტერესებს ბავშვის რეაქცია ამ ყველაფერზე და გაროს და ბავშვის მომენტი შემდეგ სერიაში. კაი იყო ძალიან. ვაუ, სავალ. გაროს თუ ასე კარგ პერსონაჟად აქცევდით, არ მეგონა. იმას მიმართავ ახლა მანგის ავტორს. და ხო, ველოდებით შემდეგ სერიებს. დაგემშვიდობებით ახლა, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხით, დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. გნახავთ შემდეგ ვიდეოში, ბედნიერ დღეს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.